მეუფეო ზეცათაო მუგეშინის მისევნობი სულ ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველგან ხარდა ყოველსავე აღავსებ მაგითა შენი საუნჯეო კეთილთაო მომიჭებელო ცხოვრებისაო მოვედა და აიმკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა უყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა დააცხოვნე სახირო სული ჩვენი ამინ ალჯანდით ვაგზავნებთ ჩვენ მათე სახარების გამარტება ჩვენ მივედით მეშვიდე თავამდე უკვე მე გითხარით რომ ეს უკვე სწავლა მოძღვრებითი ნაწილი მიდის უკვე დაწყებული ნეტარებებიდან როდესაც უფალმა უკადაგა 9 ნეტარება და იქიდან მოყოლებული მე ასწავლა მამაო ჩვენო შემდეგ ჩვენ შევეხეთ მართვის საკითხს შევეხეთ ლოცვის საკითხს შევეხეთ იმას რომ წინა საუბარზე გქონდა ზუსტად ამასთან დაკავშირებით მსჯელობა თუ როგორ უნდა ენდობოდეს ადამიანი უფალს რომ არ უნდა ზრუნავდეს წარმართივით და მე ამაზე გავამოხილე განსაკუთრებული ყურადღება რომ ის რომ უფალი ამბობს რომ ნუ ზრუნავთ რა ჭამოთ რა სვავ და რა შეიმოსოთ არ ნიშნავს არამც და არამც იმას რომ არ უნდა იზრუნოს საერთოდ ადამიანმა თავის საჭმელ-საცმელზე ან მისი ოჯახისთვის ან შვილებისთვის და ახლობლებისთვის ესე არ არის მე ამაზე ძალიან ისე კაფიოდ გაგიკეთეთ აქცენტი რომ ეს ნიშნავს იმას რომ უბრალოდ ადამიანს თავის ღირებულებათა სისტემაში არ უნდა აერიოს პრიორიტეტები და უნდა იცოდეს რა არის მთავარი, პირველადი, განსაზღვრელი და რა არის მეორეხარისხოვანი. უნდა ახსოვდეს რომ უპირველეს ყოვლისა არის მისი სულისათვის ზრუნვა აუცილებელი და შემდეგ უკვე დანარჩენი ყველაფერი რა თქმა უნდა ხელი უნდა გაანძრო, რა თქმა უნდა იშრომო, რა თქმა უნდა ისწავლო აუცილებლად და აი ამ ყველაფრის შემდეგ ოღონდ მთავარი რა არის რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს შეზავებული უფლის ასოებასთან, მის საოცარ წმენასთან და უნდა გახსოვდეს და გჯეროდეს ყოველთვის რომ თვითონ სიცოცხლე უფალმა მოგცა, გონიერება ღმერთმა მოგცა, ის ხელი და ჯანმრთელობაც უფალმა მოგცა და ყველაფერს ღმერთი გაკეთებინებს და ამიტომ უნდა გახსოვდეს რომ ყველაზე მთავარი არსება შენ ცხოვრებაში იყო არის და იქნება ღმერთი. რომელიც არის უსაყვარლესი პატრონი ჩვენი. და რომ სირცხვილია რომ ესეთ პატრონს არ ვენდობოდეთ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ცუდად ვისაუბრეთ წინა თემაზე, ახლა აღარ გავგზავნები და მოდი გავაგზავნოთ რას გვეტყვის ჩვენ დღევანდელი მეშვიდე თავი, მე მინდა რომ ეხლა წინაზეც და იმის წინაზეც მეექვსე თავის გაყოფაც მოგვიწია შუაზე და მეხუთე თავის გაყოფაც მოგვიწია რომ თქვა რაღაცა დროში ძალიან არ გაწერილიყო და ნახოთ აი მე ვეცდები რომ ეხლა მეშვიდე თავი არ არის მაინცსა და მაინც გძელი და მინდა რომ ჩავეტიო ჩვენს დროში. რომ იქნებ მეშვიდე თავის სრულად წავეკითხოთ. ანუ ესე დასრულდა წინა თავი, მეექვსე თავი. დაგვისახა უფალმა მიზანი, რას უნდა ვეძებდეთ ჩვენ? ჩვენ ეძიებდეთ სასუფეველსა, ღვთისასა და სიმართლესა მისა და ესე ყოველიო, რა არის ესე ყოველი? აი ის სწორედ ის მატერიალური აუცილებელი, რასაც ჩვენ ვთქვათ, რაც გვჭირდება სასიცოცხლო ცხოვრებისათვის, შეგეძინება თქვენო. შეგეძინება, იმიტომ რომ როცა ხარ უფალზე მინდობილი, ყველაფერი გიქნება. ნუ ზრუნავთ ხვალისათვის, რამე თუ ხვალემან იზრუნოს თავისათვის ისა, კმარს დღისათვის სიბოროტე თვისიო. ესე დასრულდა წინა თავი. გადადის უფალი ახლა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, უმნიშვნელოვანეს ცოდვაზე, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ დღეს უკვე ცოტა ისე არასერიოზულად ვეკიდებით და რაღაც რატომღაც გონია რომ ეს ახლა ხშირად ახლა მამაშალოს დამეთანხმება და მამები ყველანი რომ განკითხვას ისე რაღაც საყოლყურო ცოდვის ვარიანტში ინანიებენ ხოლმე რა რომ აი მამო აი რა ვქნა განვიკითხავ ყველას არ არის ესე იული და ხელწამოსაკრავი ცოდვა საერთოდ ხელწამოსაკრავი არც ერთი ცოდვა არ არის მაგრამ განსაკუთრებულად განკითხვა და თუ რატომ არ არის მოდი ახლა ჩვენ კარგად დაუკვირდეთ და მოусმინოთ რას გვეტყვის უფალი ამასთან დაკავშირებით ნუ განიკითხავთ რათა არა განიკითხნეთ აი უყურეთ აი უკვე ფორმულაა უფალი განმარტავს მე მაგრამ უკვე აი მოკლეა და უკვე გამგებისათვის უკვე გასაგებია ფორმულაში მოგცა უკვე უფალმა რა ნუ განიკითხავ რათა არ განიკითხო შენს ღვთისაგან ანუ შეგვახსენა ღმერთმა ის რომ შენ რომ განიკითხავ და შენ რომ გაქვს ახლა მორგებული ეს მოსამართლის მანტია შენ არ ახარ მოსამართლე და ნუ გეგონება თავი მოსამართლე, იმიტომ რომ შენც ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ის, რომელსაც შენ განიკითხავ
და თქვენ ერთსაც და მეორესაც მოსამართლის წინაშე წარდგომა მოგიცეთ. აი ამას ამოს უფალი. ანუ თავიდანვე შეგვახსენებს. ნუ განიკითხავ, იმიტომ რომ განკითხვა ღვთის წინაშე შენც მოგელის და უნდა იყო იქ მერე მართალი. უყურე? რამე თუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ. ხედავთ? ანუ რაშიც შენ სხვას განიკითხავ, რომლითა განკითხვით, ანუ როგორი განკითხვითაც სხვას განიკითხავ რა? როგორი სიმკაცრითაც შენ სხვას უდგები, ჩვენ მამაო ჩვენო განვიხილეთ, ხო და იქ აღნიშნეთ და ძალიან ისეთი ყურადღებით გავამახვილეთ, ძალიან ისეთი აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიმტევებლობა და მე ისიც გითხარით თქვენ, რომ ადამიანი რომელიც ამბობს დღეში რამდენჯერმე მამაო ჩვენოს და თვითონ არ არის მიმტევებელი თავის გულში, თავის და უნებურად, თავის თავს კრულებაში ამყოფებს, წევაში ამყოფებს, იმიტომ რომ ვერ მიიღებს ის მიტევებას ღვთისაგან, ის თავისი პირით ამბობს ამას ღვთის წინაშე, რომ ისე მაპატიე ჩემი შეწოდებებიო, როგორც მე ჩემ შემწოდეს ვაპატიებო. ხოდა, ეხლაც დაახლოებით იგივე რაღაცაა, უყურეთ? რომლითა განკითხვით და განიკითხით, ანუ როგორც შენ სხვას განჟი. არ უნდა მოიგო მოსამართლის მანტია და არ უნდა დაადგე ვიღაცას თოფით თავზე, რომ ახლა შენ ეს გააკეთე, ეს გააკეთე. ამ დროს შენ როდესაც ესე იქცევი, შენი წოდები აღარ გახსოვს. და ამ დროს შეიძლება შენს გულში რომ ჩაიხედო, აღმოაჩინო რომ ბევრად უფრო ცოდვილი ხარ, აი იმ ღვთის წინაშე, რომლის წინაშე შენს და მასაც მოგიწევ თავის დროზე განკითხვა, აღმოაჩინო რომ შეიძლება შენ ბევრად უფრო ცოდვილი ხარ ვიდრე ის. და რომ არანაირი მორალური უფლება არ აქვს ღვთის წინაშე კიდევ ერთხელ ვიძახი, უზენაესი პირუთმელი მსაჯულის წინაშე რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ თავი, არანაირი მორალური უფლება არ აქვს როდესაც განიკითხვა. აი რამდენჯერ გქონია მე პირადად ესეთი შემთხვევები რა, რომ ეხლა მე რა თქმა უნდა არა ვარ სამწუხაროდ გამონაკლისი და მეც უამრავი ადამიანი განმიკითხავს, დღესაც განმიკითხავ ხოლმე სამწუხაროდ და ყოველთვის არა და მეშინია, მინდა გითხრა, ძალიან მეშინია, აი რომ მითხრა და შემეკითხოთ ეხლა შიში საერთოდ მაინცსა და მაინც არ მახასიათებს, მაგრამ აი რომ მკითხოთ რომ აი რისი გეშინია, გეტყვით რომ განკითხვის მეშინია. და აი რამდენჯერაც ეს უნებლიეთ გაიელვებს ჩემს გონებაში, ხო? ვიღაცის განკითხვა, მაშინ ღმერთ შენდობას ხო რომ ღმერთო, შემიდე მაპატი, იმიტომ რომ იმდენჯერ წავარტყი უკვე ცხვირი. იმდენჯერ ვიწუნიე უკვე ამ განკითხვის ბუმერანგისებული ეფექტი, ხო? რომ აი როგორც შენ სხვას განიკითხავ, ზუსტად ისე განიკითხები მე შენც რა. აი იგივეში რომ ჩავარდნილ ვარ, ზუსტად იგივეში, რაშიც სხვა განმიკითხავს. იმდენჯერ მომიწია უკვე მე ეს, რომ უკვე ძალიან დიდი სიფრთხილე ვისწავლე. და მე იმიტომ რომ ბრძენი ვარ, არა. ჩემმა ტკივილებმა მასწავლა მე ეს ყველაფერი რა. თუმცა მაინც მე ვართება ხოლმე და ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდო ჩემო კალკებო, იმიტომ რომ არ არის ესე მარტივად რომ თქვა ვიღაცა განიკითხო და შენ რო შენი წოდები არ გახსოვს, ეს იმას ანიშნავს რომ ღმერთსაც არ ახსოვს შენი წოდები. ღმერთს ახსოვს, ღმერთ შენს ახსოვხარ და აუცილებლად დღეს თუ არა ხვალე მოგიწევს სარგომა საჯულის წინაშე და მე რა შვები, სად მიდიხარ? წმინდა მამები ესე დაარიგებას გვაძლევენ რა, როდესაცო გულშიო სიძულვილის შეგიპყრობს რომელიმე ადამიანის მიმართო, აი განრისხდებიო ვიღაცა ადამიანზე, ხო და აი ნუ მზათა ხარო რა გაგლიჯო შუაზე რა, ისე ხარ გამწარებული, ხო? ესეც საوارჯიშოს გვასწავლიან წმინდა მამები, რომ მაშინვე ეცადეო, დამშვიდეო და წარმოიდგინო, რომ შენც და მასაცო ერთი და იგივე მსაჯულის წინაშე მოგიწევ წარდგომაო რა. და მაშინვე დაგირბილებსო ეს გულსო, იმიტომ რომ უცებ გაგახსენდება, რომ შენ სოდვილი ხარ. შენც მოგეკითხება ღვთის წინაშე. და უცებ იგრძნობ თანაგრძნობას იმ ადამიანის მიმართ, რომელზეც მანამდე განრისხებული იყავი. რა უფლებით რისხდები? ჩვენ ერთადერთი ვის მიმართაც გვაქვს უფლება რომ განრისხდეთ, ეს არის ჩვენი საკუთარი ცოდვები და ეშმაკები. რისხვა, მრისხანება, ღვთისმიერი თვისება, ოღონდ უნდა იცოდე ვის მიმართ უნდა მიმართო ეს. ესე გვასწავლიან წმინდა მამები და ასკეტიკაშიც ესეა ცნობილი რა, რომ მრისხანება ღვთისაგან არის, ოღონდ უნდა იცოდე რა მიმართულებით გაუშვა შენ ეს. როცა შენ მრისხანებას ადამიანის მიმართავ, ეს არის უმძიმესი და მომაკვდინებელი ცოდვა, ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვათაგანი. მაგრამ როდესაც შენ მრისხანებას ცოდვის მიმართ, უჟულოების მიმართ და ბოროტების ეშმაკის მიმართ მიმართავ, ეს არის სათნოება. ხედავთ რამდენად რადიკალური განსხვავებაა? ერთი და იგივე ქმედება ერთ შემთხვევაში არის უმძიმესი და მომაკვდინებელი ცოდვა, როდესაც ეს ადამიანის მიმართ არ მიმართული
და მეორე შემთხვევაში, როდესაც ეს სოდვის და უჟულოების და ეშმაკის მიმართ არის სათნოება და უძლიერესი იარაღი ეშმაკის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმიტომ რომ კიდე გეუბნებთ, ღვთისგან მოგვეცა ბოროტებასთან საბრძოლველად და არა ადამიანებთან საბრძოლველად. რისხანების თვისება. წარმოიდგინეთ ხოლმე, რომ ღვთის წინაშე მოგიწევთ პასუხისგება ერთსაც მეორესაც და მაშინ დამშვიდება, დაწნარდებაო თქვენი გულიო, იმიტომ რომ მიხვდებითო რომ ვის ურისხდები? შენ თავს განურისხდი. რა უფლება გაქვს? გაქვს უფლება? აი მე მაგალითად ზუსტად იგივე ხარ, რაც გირჩიე წმინდა მამობის პირით, გამიკეთებია და დამიჯერეთ რომ ძალიან ამართლებს რა. როგორც კი გაგახსენდება შენი ცოდვები, მაშინ სირცხვილის გზნობა დაგეუფლება რომ რა უფლებით ურისხდები ვიღაცას. იმას თავისი მსაჯული ყავს და ის მოკითხავს მას თავისოდებ, შენ ვინა ხარ? შენ რატო ურისხდები? სხვაგან იტყვის უფალი, შენ ვინ ხარ? რომელი პავლე მოციქულიამოს უკაცრავად უფლისპირით რომ შენ ვინ ხარ კაცო, რომელი განიკითხავს სხვისა მონასაო? თვისისა უფლისა წინაშე დგეს თუ დაეცესო, რა შენი განსაკითხიაო? იმას თავისი მომკითხავი ყავს. ღმერთია იმისი ბატონის და შენი ბატონის. ღმერთმა შექმნა ის, შენი შექმნილი არ არის. ღმერთს უყვარს ის, როგორც თავისი შვილი, ისევე როგორც უყვარ ხარ შენ. და ის თუ დღეს დაეცა და წაიბორძიკა, შენ რატო განიკითხავ? ეს მისი უფლის განსაკითხია და შენ ერთადერთი რამ გევალება. რა არის განკითხვის ალტერნატივა? მოდი ვთქვა. განკითხვის ალტერნატივა, აი ბერჯერ უთქვამთ ხოლმე ჩემთვის, რომ აი მამაო, როგორ დაუპირისპირდე განკითხვას. რა არის აი საბრძოლო იარაღი, რომლითაც შემიძლია რომ განკითხვას დაუპირისპირდე. თანაგრძნობა, ჩემო კარგები. თანაგრძნობა რომ წარმოიდგინო, არ თანაუგრძნო მას იმ ტკივილში, იმ დაცემულ მდგომარეობაში. იტირო მასთან ერთად ერთი წმინდა მამა ამბობს ძალიან ლამაზად და ლაკონურად, რომ აი როგორ ვანუგეშოთ მტირალიო, ესე შეკითხვას სვავს. თვითონვე პასუხობს, ვიტიროთ მასთან ერთად. აი ეს არის თანაგრძნობა. როდესაც შენ შეგიძლია ადამიანის ტკივილი გულთან მიიტანო. და ამას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ახერხებ, თუ კი შენში თავმდაბალი საფუძველია. თუ კი შენ სიმდაბლე გაქვს გულში, აუცილებლად გაუშვებ და წარმოიდგენ შენს თავსაც მის ადგილზე. და აუცილებლად გაგახსენდება, რომ შენც ყოფილ ხარ მის ადგილზე, თუნდაც გულში, გულის მიერ ცოდვაში, შენს ფიქრში არ არის აუცილებელი ხო, რომ მაინც და მაინც ხორცელად ჩაიდენოს ადამიანმა ცოდვა. გულში რომ ჩაიდენ ადამიანის ცოდვას, ის უკვე სრულფასოვანი ცოდვაა. ღვთის წინაშე ჩადენილი. უბრალოდ ხორცი არ აქვს მას შესხმული. ამდენად რა თქმა უნდა, ეხლა უკეთესია განხორციელებულ ცოდვაზე, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს ჩვენ და არ უნდა გვეგონოს, მე ხომ მithქვამს და მომიყოლია თქვენთვის ჩემი ამბავი, რომ წლების განმავლობაში ისე ცხოვრობდი, მე რომ ისე ხელშესახებად არ ვწოდავდი და ვერავინ ვერ იტყოდა ჩემზე, რომ აი მამაო რაღაცას აკეთებს, რაღაცა ისეთი გააფუჭა, ვიღაცასთან იმრუშა, რაღაცა მოიპარა, ვიღაცა ცემა, არ ვაკეთებდი ეგეთ რაღაცებს. მერვე კლასში მოვჭამე მე ეს ყველაფერია და იმის შემდეგ ვცდილობდი, რომ რაღაც ინდისიერად და ღვთისმშობლში მეცხოვრა, მაგრამ და ვითვლებოდი კიდევაც, რომ აი რაღაცას ანიმუშო და თითიც საჩვენებელი, რომ აი ესეთი უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ და მეც დავიჯერე ყველაზე უბედურება ის იყო. და იმდენად დავიჯერე, რომ ეს ნიღაბი მე რაღაცა შემესისხლ ხორცსა და ძალიან დიდი ტკივილების ფასად დაუჯდა ღმერთს ჩემთვის მე, რომ ეს ნიღაბი მომეგლიჯა სახიდან და ჩემი ნამდვილი სახე დაემბრუნებინა. დამენახა სინამდვილეში ჩემი დაცემულობა ღვთისთვის შევევედრებინა, რომ ღმერთო მიშველი და ავმიყვანე ამ მდგომარეობიდან მეთქი. აი ესე გამიჭირდა ეს რა და დამიჯერეთ რომ რამდენადაც უფრო ამპარტავანია ადამიანი და აი სწორედ ესეთი გახდით მე მით უფრო მეტად უჭირს დამდაბლება, მით უფრო მტკივნეული პროცესია მისთვის დამდაბლება და ძალიან გთხოვთ ეხლავე მოიმართეთ სწორად, ეხლავე გახსოვდეთ რომ ნუ მისცემთ ამპარტავნებას, უფლებას რომ ფესვები გაიდგას თქვენს გულში, თორე იცოდეთ რომ ძალიან უცებ ღრმავდება, ძალიან უცებ იზრდება ეს ამპარტავნების ხედა მერე მისი მოჭრა და მისი ამოძირკვა ძალიან ძნელია. და ძალიან ადვილია, როდესაც თავიდანვე არ დაუსხავ წყალს, რომ ის არ განვითარდეს რა. რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოთ თქვენ. ანუ ეს ხატრულად ერთი და იგივეს ამბობს უფალი რა, რომლითა განიკითხვით და განიკითხვით შენს განიკითხები და რაც საწყაულითაც მიუწყავ, იგივე საწყაულით მოგიწყავენ შენს. ანუ რას ახედავ წველსა, თვალსა, შინა, ძმისა, შენისასა და დვირესა, თვალსა, შინა, შენსა არა განიცდი.
ანუ ვით არ თქვა ძმასა შენსა მაცადე და აღმოგიღო წველი თვალისაგან შენისა და ახა ეგერა დვირე თვალსა შინა შენსა. ორგულო აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღება წველი თვალისაგან ძმისა შენისა. აი რეაქცია ყურადღება. ანუ გვიხსნის ეხა უფალი ჩვენს გულში ჩადის. ორ გულს უწოდებს ადამიანს, რომელიც თავს უფლებას აძლევს, რომ სხვა ადამიანი განიკითხოს. რატომ უყურე? შენო რომელსაც თვალში მორი გიგდიაო. რა უფლებით აძლევს შენს თავს უფლებას განიკითხოს სხვა ადამიანი და ბეწვი ეძებო გამადიდებელი შუშით ვიღაცის თვალში. შენ ხო ბრმა ხარ. შენ მორი გიგდია თვალში და იმას ვერ გძნო და ვერ განიცდი, იმდენად გასქელებული კანი ამ პარტავნებისაგან, იმდენად მოგწონ შენი საკუთარი თავი. დაბრმავებული ხარ საკუთარი თავის სიყვარულით. თვით კრიტიკა საერთოდ აღარ გაქვს აბსოლუტურად და მზად ხარ რომ ვიღაცის თვალში გამადიდებელი შუში და მიკროსკოპით პინცეტით ბეწვები ეძებო და ამოაცალო და თავს ამის უფლებას აძლევ. და ორ გულს უწოდებს ესეთ ადამიანს უფალი. იმიტომ რომ შენ თუ ერთი გული გაქვს, ის ერთი გული უპირველეს ყოვლისა იმაში მოგეხმარება რომ შენი საკუთარი სული დაინახო. და ამისკენ მოგვიწოდებს სწორედ უყურე აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა და მერმე იხილო ამოღება წველი თვალისაგან ძმისა შენისა. ჯერ ამოიღე ის მორი რო გიგდია თვალში და იქნებ სულ არ უგდია იმ შენ ძმას ის ბეწვი. აი მერე დაინახავ. მერე გაგეხსნება უკვე სულიერი თვალი და მერე დაინახავ. სინამდვილეში უგდია იმ შენ ძმას ბეწვი თუ არ უგდია. და თუ უგდია, იმასაც მიგახვედრებს მერე შენი გამოცდილება, შენი სიმდაბლე და შენი სიყვარულიო, როგორ ამოუღო მას ის ბეწვი ისე რომ მისთვის უმკივნეულო იყოს. ეხლა მოდი ჩვენი თავი გავიხსენოთ, ხო ჩვენ გულში ავყოთ, ჩვენ ესე ვიცევით ხოლმე? აი განსაკუთრებით ძალიან ხშირად ემართებათ ხოლმე ესეთი რამე ახლად მოსულ პროზელიტებს, ახლად მოსულ ქრისტიანებს ეკლესიაში, რომლებსაც აი რაღაცა უცებ ვარდისფერია მათთვის ყველაფერი, იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას. დღედაღამე ეკლესიაში ცხოვრების სურვილი აქვს, ეს განაცუდია, კარგია. მაგრამ ცუდია როცა ეს ყველაფერი ამ პარტავნულ საფუძველზე შენდება და ადამიანში აი ამ საკუთარი თავის სიყვარულს აღვივებს. და რა ხდება მერე? მაშინვე უყვართ მოკლედ შენიშვნების მიცემა სხვა ადამიანებისაც, იმიტომ რომ უცებ იხიბლებიან საკუთარი თავით, საკუთარი სულიერი მდგომარეობით და ერთი სულიერ ვიღაცა განიკითხოს. ერთი სულიერ საშუალება მიეცეთ რომ ვიღაცა შენიშვნა მისცეს. რომ შენ აი პირჯვარი ესე კი არ უნდა აი ბოლომდე უნდა ჩამოიტანო ხელი, აი მხარზე უნდა მიიდო ბოლომდე. რაღაცა ესე თქვა, ესე კი არ უნდა იდი, აი მოძღვართან რომ იყო, აი ესე უნდა დაიჭირო ხელი. ეს ხელი კი არ უნდა იყოს ზემოდან, არა, ეს ხელი უნდა იყოს ზემოდან. მეტანია როგორ უნდა გააკეთო და ასე შემდეგ. მოკლედ აი ერთი სული აქვს რა. ამ ლოცვის დროს რა ლოცვა უნდა თქვა წირო ლოცვის დროს და აი ამაში ნახულობენ საკუთარი პატიმოყვარების საკვებს. და ბედნიერები არიან, ამიტომ ეს დამიჯერეთ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. თითოეულ თქვენთაგანს ექნება ეს განცდილი მეტნაკლებად. და ამიტომ მინდა გთხოვოთ რომ ამას მოერიდეთ და გაეკიცით მაქსიმალურად რა. ძალიან ცუდი რამეა, ძალიან მეტი რო შეიძლება. ნუ მისცემ სიწმინდესა ძაღლსა. ეხლა ცოტა სხვა თემაზე გადადის უფალი. ანუ განკითხვის თემა, რაც აი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ამას მინდა რომ თითოეულმა თქვენგანმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო და არასოდეს არ ჩათვალოთ მეორე ხარისხოვანი განკითხვა. იცოდეთ რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური ცოდვა, რომელიც აი უფრო ფუნდამენტურ ცოდვაზე ამ პარტავნებაზე და საკუთარი თავის სიყვარულზე არის აღმოხსენებული. აი განკითხვა ადამიანი თუ განკითხველი ხარ შენ გულში მაინც. აი ეს არის ეს იყოს მოდი ჩვენთვის თითოეული ჩვენთაგანისათვის პირდაპირი ინდიკატორი და საზომი ჩვენი სულიერი მდგომარეობის. ანუ უნდა გვახსოვდეს რომ თუ განვიკითხავთ და ამით ჩვენ არ წუხდები და სინდისი არ გვამხელს, ესე იგი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილვართ რა და ძალიან რთულად ვართ, ამპარტავნულად ვართ ძალიან. და მონანიების დროს მოძღვართან მე მინდა გთხოვოთ რომ ამის შემდეგ ძალიან ისე ყურადღებით მოეკიდოთ ამ ცოდვას რა. ნუ მისცემ სიწმინდეთა ძაღლთა ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა. ნუ უკვე დადგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განხეთქნენ თქვენ. უცნაურია ხო თითქოს კაცს მოყარე ღმერთი, მოსიყვარულე უფალი
როგორი სიტყვებით იხსენიებს ადამიანებს, ხო? თავის ქმნილებს, თავის შვილებს. ეხლა თქვენ ალბათ ყველანი ხვდებით, რომ აქ 4 ფეხა ღორზე და 4 ფეხა ძალზე არ არის ლაპარაკი, ხო? ანუ აქ არის ლაპარაკი ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც სიწმინდის ფასი არ იციან. და ნუ დაუფენთო მათო აი ამ სიწმინდესო, მისცემ სიწმინდეს ღორს და ძალს, მარგალიტის და სიწმინდის ფასი იმან არ იცის. ისევე შეჭამს, ისევე დაადებს თავის ტალახიან დრუნჩს და დინგს, როგორც რა ვიცი, ნებისმიერ რაღაცა დამპალ ვაშლს მაგალითად. შეიძლება ის დამპალი ვაში კიდევ უფრო მეტად ეგემრიებოს, იმიტომ რომ მარგალიტის გემოს ვერ გაიგებს, მაგრამ დააფუჭებს, გატეხავს რა, დააზიანებს. და ამიტომ აი ჩვენ საქედანაც სწავლება უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ, როგორ შეიძლება ეხლა ადამიანს ხედავდე აი ესეც აპარტავნებიდან მოდის, იცით? ანუ ესეც განურჩეულობიდან მოდის ადამიანის, როცა ვერ ხვდება ვის რა უნდა შესთავაზოს. აი ესეც იგივე მდგომარეობას უკავშირდება, რომ აი როდესაც ახალმოსულები არიან, მოკლედ მეც მქონდა ეგ პერიოდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სემინარიაში ვსწავლობდი იმ დროს. განსაკუთრებით რომ სულ განურჩეულად მოკლედ ყველა შუას ვასწავლდი ხოლმე რა. სულ მინდოდა რომ მეთქი აი რაღაცა ვიღაცისთვის რაღაცა გამეგებინებინა, ვიღაცა გაზრდილიყო, ვიღაცა წინწასულიყო. მაგრამ იმის დარდი კი არ მქონდა მე. ეხლა ვხვდები მე ამას, რომ მაშინ კი არ ხვდებოდი. მოგეუბნებით, მე ეს ამით ჩემი თავმოყარეობა და ჩემი ამპარტავნება იკვებებოდა ამით ჩემ. რომ აი მე ვიღაცას დავეხმარ. აი მე ვიღაცას ღვთის სიტყვა პირველად მოვასმენინე ცხოვრებაში. იოანე ოქროპირის შესახებ გავაგებინე რაღაცა. ეფრემ ასულზე გავაგებინე რაღაცა და მე ვიყავი ბედნიერი ამით რა. და ძალიან ძნელია. აი დღეს მე დროთა განმავლობაში მე ვისწავლე რაღაცა ცხოვრებამ მომიტანა ეს ყველაფერი და გამოცდილებამ რომ აი არის ხოლმე მაგალითად შემთხვევები, როდესაც ადამიანს, რომელსაც ვხედავ რომ არ აინტერესებს რა, საერთოდ ღმერთი, არ აინტერესებს სული. და ისეა მოსული რა, რომ რაღაცეები მიმტკიცოს თავისი პირადი პატიმოყვარება დაიკმაყოფილოს ჩემთან საუბარში, რომ აი მოდელს ესაუბრა და რაღაცაში აჯობა. არიან ესეთები რა. და მოდიან ხოლმე და ვისწავლე იცით რა, აი საერთოდ არ ველაპარაკები ხოლმე ეს ადამიანებს რა. ვეუბნები რომ არ ვიცი რა, აი უფრო მეცაც გეტყვით რა, ესეთ რაღაცა ხომრობ ხოლმე ნახევრად რა, რომ ძალიან დიდი სურვილი და ენთუზიაზმით ვირგებ ხოლმე ძალიან უმეცარის და დებილის როლს რა, რომ აი არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ანუ რო ვატყობ ადამიანს რომ ის მართლა რაღაცა ჯანსაღი ინტერესით კი არ არის ჩემთან მოსული, რომ მართლა თავისი სულის ხსნა აინტერესებს, სოდომში აწუხა, მართლა გულწრფელად მაძიებელია ღვთის, არამედ რაღაცა უბრალოდ ისე ამპარტავანი ცნობის მოყვარე ადამიანია, რომელიც ცდილობს რაღაცა თავისი პრივილეგიების დამტკიცება შენთან საუბარში, ხო? საერთოდ არ ვესაუბრები რა. იმიტომ რომ რამდენჯერაც ადრე მე წლების განმავლობაში ეს გამიკეთებია, იმდენჯერ ძალიან ცუდად მიწვნევია ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ დამჩენია ხოლმე მე ყველაფრის შემდეგ რაღაც საოცარი სიცარიელის განცდა და უფრო მეტიც ესეთი ადამიანები ბოროტის დახმარები ძალიან ადვილად ახერხებდნენ ხოლმე და ახერხებენ ზოგადად მდგომარეობიდან რომ გამოგიყვანონ რა. და ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ საერთოდ გაჩუქდი რა, არაფერი არ ვუხარ. და აი ეს მუხლი სწორედ ამას უკავშირდება რა, რომ აი არ უნდა იცოდეს სიბრძნე სწორედ ამაში გჭირდება ადამიანს რომ იცოდე ვის მიაწოდო სიწმინდე და ვის არ მიაწოდო. შეურაცხმყოფელად კი არ მოიხსენებს უფალი მათ როგორც ღორებს და როგორც ძაღლებს, არა. მათი უმეცრების გამო, მათი დაუდევრობის გამო, მათი ამპარტავნების გამო, მათი სულიერი სიბრმავის გამო მოიხსენებს მათ ესე. და აი საიდუმლო და დაფარული აზრის სტრიქონებს შუა ეს იკითხება უფლის ნათქვამში რომ სანამ ის ღორია და სანამ ის ზაღლია, მანამდე ნუ მისცემ სიწმინდეს მას. თორე შეიძლება დადგეს ხვალ ზეგ დრო რომ მან გადაგასწროს თავისი სულიერებით შენ და უკან ჩამოგიტოვოს კარგად. და შეიძლება მისგანაც კი გახდეს სასწავლებელი შენ, მაგრამ დღეს შენ მოდი გამოიჩინე სიბრძნე და ნუ გაათელინებ სიწმინდეს იმ ადამიანს. იმიტომ რომ მით უმეტეს ეს შენ მოგეკითხება მერე. შენ ღმერთმა მოგცა ეს სიწმინდე და შენ უნდა გაუფრთხილდე მას.
აი როგორც ეხლა მღვდლისთვის არის ეს ძალიან აქტუალური მღვდელმა არასოდეს როდესაც იცის იოანე ოქროპირისაგან გაფრთხილება ზიარებასთან დაკავშირებით ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი რომ როდესაც იციო მღვდელო რომ ადამიანი უღირსიაო ზიარებისო ნუ რასოდეს ნუ მისცემ მასო ზიარებასო რატო ჩაფრობენი თქოს იქით ამთია და ჩვენთან ჩაფრა მარტო რატო ჩაფრობენ მე არ მისლის მაინც ადამიანის მარას არა აუ შეიძლება გადაიწვა უბრალოდ კონტაქტი არის ხო როგორ რას ამბობს ნუ მისცემ სიწმინდესა ძალთან უცა დაუფეთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა ნუ უკვე დაათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განხეთქნენ თქვენ ხედავთ ანუ ის კი არ არის მარტო საშიშროება რომ თქვა ის სიწმინდე შეურაცხონ მათ არამედ მე შენც მოგიტრიალდებაო რა და შენს დინგს ამოკრავსო მერეო რა ითხოვდით და მოგეცეს თქვენ ეძიებდით და ფოლოდ ირეკდით და განგიღოთ თქვენ რამე თუ ყოველი რომელი ითხოვდეს მოიღოს და რომელი ეძიებდეს პოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს ხედავთ ეხა უკვე რისკენ მოგვიწოდეს უფალი რომ ვითხოვოთ ისაგან რომ დავაკაკუნოთ ესმით ირეკდი და განგეღებაო ანუ დააკაკუნე დააბრახუნე და გაგიღებენ გარს ითხოვე და მოგცემენ მესამე რა იყო ეძებე და იპოვი ეხლა რატო ამაზე გამოხვილებული ყურადღება უყურეთ მე თავის დროზე ერთხელ გადაგებაში გესაუბრეთ თქვენ ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი პასაჟი რომელზეც ჩვენ მივალთ აუცილებლად და მე კიდე განვიხილავთ ამას როდესაც მოციქულები ნავში არიან და დაინახავენ ღამე ზღვაზე ფეხით მომავალ უფალს და შეეშინდება ძალიან თავიდან მოჩვენება გონიათ მე უფალი დაუძახებს იქიდან რომ ნუ გეშინიათ მე ვარო პეტრე ეუბნება მე აზუსტებს რა თუ შენახარო უფალო მიბრძანეო რომ მეც მოვიდეო წყალზეო შენთანო მოდიო ეტყვის უფალი და ხედავთ პეტრეს როგორ კადნიერება აქვს და როგორ წმენა აქვს მართლა აქვს რა და გადავა და მიდის წყალზე სანამ ის უფალს ჭრեց არ ირყევა და ის ფიზიკური მიზიდულობის კანონი და ყველანაირი ფიზიკური კანონი ირღვევა და პეტრე გადასარევად ახერხებს თავისი წმენით რომ წყალზე გაიაროს მაგრამ როგორც კი დაინახაო მე წერია რა რომ ქარი იყო სასტიკიო ღელავდაო ზღვა უცებ დააფიქსირა რომ ქარია უცებ დააფიქსირა რომ წყალზე დადის ვა ეხა წესით ხო უნდა ვიძირებოდე უცებ გაახსენა და ეს ყველაფერი და იწყო დანთქმა თუ ანუ დაიწყო ჩაძირვა და მიაქციეთ ყურადღება მე ამას ყოველთვის ამოხვილებო ყურადღებას უფალი მაშინა კი არ შორის მას არიქა პეტრე იძირები მოდიო ჩემთან არა რო დაიწყო პეტრემ ყვირილი რომ ვინ თქმები უფალო და ხელი აღვიყარო მიშველეო აი მაშინ მიაწოდა ხელი და ამოიყვანა რატო იმიტომ რომ მანამდე უფალს არ უყვარდა და ეულდებოდა როდის ჩაიძირებოდა არა იყურეთ რაშია საქმე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი საიდანაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება გვეძლება რა რომ ღმერთი კი მოგცემს ღმერთს არ ენანება უშუალოდ შეუულია მოგცეს ყველაფერი მაგრამ შენ რომ იმის ფასი იცოდე შენ უნდა მოგინდეს და შენ უნდა მოითხოვო ის თორე გაიხსენეთ ადამი და ევა ადამს და ევას ყველაფერი მზამზარეული ჰქონდათ სამოთხეში თავიანთი წმინდა მდგომარეობაც რომელიც არ იყო მათი მონაპოვარი უბრალოდ ბუნებითად იყვნენ ესეთებად შექმნა ღმერთმა და ყველაფერი მთელი სამყარო ნეტარება უსაზღრო სამყარო შემოქმედა მაგრამ შეიფერეს ვერ შეიფერეს ისიც რატო ვერ შეიფერეს იმიტომ რომ მათი მოპოვებული არ იყო ეს მათი მოთხოვილი არ იყო მათ შრომა არ ედოთ ამ ყველაფერში მათ ღვაწლი არ ქონდათ ამის მოსაპოვებლად და მზამზარეულის ფასი ადამიანმა არ იცის მიაქციეთ თქვენ თავს ყურადღება და მიხვდებით რომ ეს ნამდვილად ასე ახლა ის ზღაპარი ბევრჯერ მომიყოლია თქვენთვის
მამა რო შულს თულს აძლევდა ხოლმე და მე რო აღარ მისცა. ეხლა აღარ მოგიყვებით. იმიტომ რომ იმედია გახსოვთ. ესეთივე რამე ეხლა ამ შემთხვევაშიც რა. რომ განგებ გვეუბნება უფალი და გვიმახილებს ყურადღებას რომ ითხოვდი და მოგეცემა. ეძებე და იპოვე. ანუ საძებრადა გვაქვს საქმე, სათხოვნადა გვაქვს საქმე, დასაკაკუნებლად გვაქვს საქმე, რომ გაგვიღონ კარები. ანუ ესე არ არის, რომ თავისთავად გაიღოს, თავისთავად მოგვეცეს ლანგარზე ყველაფერი და არც უნდა მოგვეცეს ესე. განა იმიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ უფალს ენანება ჩვენთვის რამე არა. იმიტომ რომ ჩვენ იმის ფასი არ გვეცოდინება და უმალ შევძლებთ რომ დავთმოთ ისევ ის და გავცვალოთ რაღაცაში. რაში? ეშმაკის შემოთავაზებაში. და ღმერთს რომ უნდა რომ ესე არ იყოს და ღმერთს რომ უნდა რომ ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი მოპოვებულის და იმ სიწმინდის ფასი, ამიტომაც მოსაპოვებლად გაგვიხადა საქმე. ეს მინდა რომ ცოტა განაზოგადოთ და ბევრ რამეში დაუკავშიროთ თქვენ ცხოვრებას რა. უპირველეს ყოვლისა ჩვენს უმთავრეს მიზანს სასუფეველს, ხო? სასუფეველი ღვთისა დღიდან იოანე ნათლისმცემელისაო უფალი ამბობს იძულებისო და რომელთა აიძულონ მათ მიიტაცონ იგიო. იძულების რას ნიშნავს? საკუთარი თავი უნდა აიძულო, კეთილი უნდა ინებო, რომ დაათმო ის რაც დასათმობი გაქვს და მოიპოვო ის რაც მოსაპოვებელი გაქვს. და 1000-ჯერ გვითქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაღაცა ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის რაღაცის ხარჯზე ხდება. რაღაცა ყოველთვის რაღაცა ღირს. ან ხორციელი უნდა გინდოდეს შენ და ამისათვის სულიერი უნდა გადაიხადო, უნდა გიღირდეს, ან სულიერი მიზანი უნდა გქონდეს და ამაში უნდა გადაიხადო ხორციელი. სხვანაირად არ ხდება. ეს გადახდა. ხო გადაგიხდიათ არა ფული თქვენი მონაპოვარი, ხო ძნელია ყოველთვის არა, ეხა ფული შოვნა ძალიან ძნელია, დახარჯვა ძალიან ადვილია. ეხა ის გადახდა ყოველთვის ტკივნეული პროცესია რა, ფულის ხელიდან გაშვება არავის არ უყვარს. იცი რატო? იმიტომ რომ შენი მოპოვებულია ის. მაგრამ იძულებული ხარ, უნდა გადაიხადო. უნდა გადაიხადო იმისათვის რომ ის მოიპოვო. სხვაგან ამოს უფალი მე ამას ნახავ ჩვენ აუცილებლად შედარებას აკეთებს. იგავი მოყავს ესეთი აი სწორედ რამდენიმე დღის წინ იკითხებოდა რა სახარებაში წავიკითხე არ მახსოვს რომელ წირვაზე აი ხლა წინა კვირაში ზუსტად რომ მსგავსიაო სასუფეველიო სათაო კაცისაო რომელმაცო აღმოაჩინაო ძვირფასი მარგალიტიო მიწაში დაფლულიო მრავალ სასყიდლისაო და გაყიდა ყველაფერი რაც კი ებადაო და მოიყიდა ის მიწა იმიტომ რომ ის მიწა რომელშიც ისა მარგალიტი იყო დაფლული მისი არ იყო მას არ ეკუთვნოდა და იმისაც რომ მისი გამხდარიყო ყველაფერი დათმო და ყველაფერი გაყიდა რაც მანამდე ქონდა ნაგროვები იცით რატო იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი აღმოაჩინა და იმ ყველაზე ძვირფასისთვის სხვა ყველაფერი რაც უგროვებია უღირს დათმობს ესე უნდა ვიყოთ ჩვენც იმიტომ ადარებს უფალიო მსგავსიათ სასუფეველიც ათავ ამისიო ანუ სასუფეველიც ყველაზე სანუყვარი და ყველაზე ტკბილი რამ არის რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს თავის ცხოვრებაში და მისთვის არაფერი არ უნდა ენანებოდეს ამ ქვეყანაზე ნებისმიერი ხორციელი სიამე ნებისმიერი შემოთავაზება ბოროტისა უნდა შეეძლოსო დაუფიქრებლად დათმოს აი იმ ყველაზე ძვირფასი საუნჯისათვის რასაც მისი სულის უკვდავება და გადარჩენა ქვია ანუ ვინ არის თქვენგანი კაცი ეხლა უკვე გვეუბნება უფალი რომ აი რატომ უნდა ვითხოვოთ და ვაცნობს თავის თავს, ვაცნობს თავის მამას, უფალს. ვინ არის თქვენგანი კაცი რომელსაც თხოვდეს ზეთვისი პურსა ნუ ქვაი მისცეს მას გინდა თუ თევსას თხოვდეს ნუ გველი მისცეს მას უკვე თუ თქვენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემა შვილთა თქვენთა რაოდენ უფრო იზღა მამამან თქვენმა ზეცათამან მოსცეს კეთილი რომელიც თხოვდნენ მას ხედავ მაგალითი მოყავს რა თქვენც ხო ყავთო შვილებიო ადამიანები ხართ ხო შეიძლება რომ შენი შვილიო პურს გთხოვდესო და პურის მაგერად თქვა მიაწოდო მასო ხო არ მიაწოდებ რატო ერთადერთი ამის გამო რომ გიყვარს ხო ასე
და ვერ გაიმეტებ მას ამ ტკივილისთვის, ხო, პირიქით. შვილისთვის ყველაფერი გემეტება, პირიდან გამოიღებ ლუკმას და მას ჩაუგებ. ან თევზს რო გთხოვდესო, გველს მისცემო მასო? თუ არ მისცემო. და თუ კი თქვენ ამ უკეთურმა ადამიანებმა იცითო, ჩვენ მოგმართავს უფალი, უკეთურებს გვიწოდებს და ვართ კიდევაც ნამდვილად, ჩვენი ცოდვების გამო და ჩვენი მოღალატეობის გამო, ღვთის მიმართ და სიწმინდის მიმართ. თუ კი თქვენ უკეთურებმა იცითო, რომ კეთილი უნდა მიანიჭოთო და კეთილი უნდა მისცეო იმ შენ შვილსო, რომელიც შენ გთხოვსო. როგორ მამაო, რომელიც ყოვლად სახიერიაო, ღმერთიო, რომელიც ყოვლად კეთილია და ყველასათვის სიკეთე და სიყვარული უნდა, ნუ თუ ის დაგიჭერს შენ ამ სიკეთეს, რომელსაც ითხოვ მისგან. ანუ ღმერთი ამით იცი რას გვეუბნება ხალხო, რომ ღმერთი ცოცხალია. ღმერთი რეალურია, ღმერთი გისმენს. ღმერთი გხედავს და ითხოვე მისგან და მიიღებ. თუ კი ადამიანისაგან შეგიძლია მიიღო, ღვთისაგან უფრო მეტად მიიღებ, იმიტომ რომ ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამოარჩ თავმავალი მამისაგან ნათლისა. ღვთისაგან მოდის ყველანაირი სიკეთე, ყველანაირი სათხოვარი, რასაც კი ჩვენ ვითხოვთ. და ითხოვე და მოგეცემა. ოღონდ აუცილებლად უნდა ითხოვო. თორე ისე არ მოგცემს უფალი. რომ იცოდე მე იმის ფასი და გაუფრთხილდე, მოუვარო და არ დაკარგო, არ დათმო არაფრის ფასად მე, რომ გეცოდინება რომ ღვთისაგან მოღებული საბუძვარია. და შემდეგ მოდის უკვე სახარების ოქროს წესი. ყოველი რომელი გინდეს თქვენ რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქვენ ყვით მათა მიმართ, რამე თუ ესრეთ არის ჯული და წინასწარ მეტყო. ყველაფერი რაც გინდათ რომ ადამიანებმა გაგიკეთონ თქვენ, ანუ ყველაფერი რაც გინდათ რომ ადამიანებისაგან მიიღოთ თქვენ, პირველ რიგში თქვენ გაეცით. შენ თუ არ ახარ გამღები, რატომ ელოდები? რატომ ელოდები მოსავალს იქ, სადაც არ დაგითესია? ჯერ დათესე და მოსავალს მერე მიიღე. გაეცი და დაგიბრუნდება უკან. ათმაგა დაგიბრუნდება უკან. მაგრამ შენ გაეცი ჯერ. შენ დათესე ჯერ. გინდა რომ პატივისცემა მიიღო ადამიანებისაგან, გინდა რომ სიყვარული მიიღო ადამიანებისაგან, იყავი პატივისმცემელი და იყავი მოსიყვარული შენ თვითონ ადამიანების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებ, ძალიან გაგიჭირდება. ვერ მიიღებ. და ნუ ელოდები სიყვარულს იქ, სადაც შენ ეგოიზმი გაქვს დათესილი. რატო ელოდები? შენ სადაც არ გიშრომია, არაფერი გაგიღია. რატო ელოდები ნაყოფს? ეს ხომ უმეცრება, ეს ხომ სიბრმავეა და მეტი არაფერი. ამიტომ რაც შენ გინდაო და თანამით უფალი უყურე რას გვეუბნება? აი უცებ აქცევს ყველაფერს რა, ერთად. თელ თავის სწავლებას რომ ადამიანს ხო ყოველთვის საუკეთესო უნდა თავისთვის, ხო? ჩვენ ხო ისეთ შეყვარებულები ვართ საკუთარ თავზე. და ყველაფერი საუკეთესო გვემეტება ჩვენთვის. გინდა ეგ ყველაფერი საუკეთესო შენთვისო? შენ თვითონაც ეცადე და იმუშავე შენს თავზე რომ გახდე მოწყალე, გახდე გამღები. თუ გინდა რომ შენს მიიღო მე ღვთისაგან და თუნდაც ადამიანებისაგან. ამაზე ძალიან ხშირად უნდა ვიფიქროთ, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ჩვენ როგორც წესი, ჩვენი სიზარმაცით და უდებების გამო არ გვინდა შრომა, არ გვინდა რომ მოუხნათ, დავთესოთ, ვიმუშაოთ, ოფლი დავღვაროთ, სიკეთე გავაკეთოთ, მოწყალება გავიღოთ, ფული გავიღოთ, შრომა გავიღოთ ადამიანების მიმართ დავეხმაროთ და არა და ჩვენ გვინდა რომ ყველა დაგვეხმაროს, ყველა რაღაცას გჩუქნიდეს, ყველა გვიღიმოდეს, ყველა გვეფერებოდეს, ყველას უყვარდეთ. კი, კარგია, მაგრამ შენც იყავი ესეთი სხვის მიმართ. იმ სხვასაც ხო უნდა იგივეს მიღება და აი რა ბედნიერება იქნებოდა, რა ყველანი რო ესე ვიყოთ ადამიანები. აი სინამდვილეში რა მარტივია ბედნიერების საინულო, რომელსაც ჩვენ აი ესე ვეძებთ. ვეძებთ უმისამართოდ, არ ვიცით სად უნდა ვეძებთ.
აი ამ პატარა ერთი ბეწვა კანონს რო ასრულებდეს ყველა ადამიანი დედამიწაზე, ხო ყველა ღმერთის კნელებანი ვარ. ხო ყველანი სასუფეველისათვის შექმნა უფალმა. აი ჩვენ რომ ამას ვაკეთებდეთ ყველანი, დედამიწაზე დავყარდებოდა სასუფეველი. ყველა ადამიანი იქნებოდა ბედნიერი, აბსოლუტურად ყველა. მაგრამ რატო ვერ ვაკეთებ? იცით რატო ვერ ვაკეთებ? იმიტომ რომ შეყვარებულები ვართ საკუთარ თავზე, საკუთარ ეგოზე, საკუთარ პიროვნულობაზე. და იმდენად ვართ შეყვარებული, რომ აღარც ღმერთი გვახსოვს და აღარც მოყვასი გვახსოვს. და გვინდა რომ ღმერთი ჩვენი მსახური იყოს და მთელი კაცობრიობა ჩვენი მსახურები იყო. და უფალი ჩვენი ხსნისათვის ამ ქვეყანაზე მოსული გვეუბნება, ღმერთი გვეუბნება. რომ იმისთვის კი არ მოვედიო, რომ თქვენ მემსახუროთო. მე მინდაო, რომ გემსახუროთ თქვენო და ამისთვის მოვედიო. და თქვენ წარმოიდგინეთ ხალხო, ღმერთი თუ კი ჩვენ ამას გვეუბნება, სამყაროს შემოქმედი. თუ კი ის ისეთი თავმდაბალია, რომ გზად არის, რომ გვემსახუროს და გააკეთა კიდეც მან ეს. და ჩვენი გულისათვის მოუკვდა, სისხლი დაღვარა. პავლე მოციქული ამბობს, რომ მართალი კაცისათვისო ძნელად თუ გაიმეტებს თავსო ადამიანი რომ მოკვდესო მის გამო. და ქრისტეო ჩვენთვის ცოდვილებისათვის მოკვდაო. რამხელა სიყვარული გამოავლინა, ხო? დაავლენ სულ მუდმივად მთელი კაცობრიობის მანძილზე, ისტორიის მანძილზე. გინდა ბედნიერება? ძალიან მარტივია. უფალს მიბაძე და იქნები ბედნიერი. აი ესე უნდა მოიქცეს ყველა ადამიანი. შევედით იწროისაგან, ხო, აი აქ გავამახვილებ კიდევ ერთხელ ყურადღებას, რომ ესე გააკეთეთო, ესე მოიქცეთო, რატო? რამე თუ ესწრეთ არს ჯული და წინასწარმეტყველები. გახსოვთ სხვაგან ჭაბუკს ეუბნება უფალიო, რომელიც ეკითხება, რომ რომელია უმთავრესი ცნებები შენ ცნებებში და ეტყვის, რომ ღმერთი გიყვარდეს თელი შენი არსებით და მოყვასი შეიყვარე როგორც საკუთარი თავიო. და შემდეგ ეტყვის, ამათ ორთამ ცნებათა ზედა ყოველი ჟული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან. ანუ აი ამ ორ ცნებაზეაო აგებულიო მთელი ჟული და მთელი წინასწარმეტყველება. ეხაც იგივეს ამბობს. უბრალოდ სხვა სიტყვებით. რომ რაც გინდაო რომ გაგიკეთონ სხვებმა და მიიღო, შენც იგივე გააკეთე. ამას ემსახურება და ამას გელაპარაკება მთელი ჟული და წინასწარმეტყველებაო. ესრეთ არის ჟული და წინასწარმეტყველება. შემდეგ მოწოდებაა ესეთი კიდევ. შევედით იწროისაგან მჭისა. რამე თუ ვრცელარს მჭედა ფართო არს გზაი, რომელსა მიყავს არსაწმედელად და მრავალნი ვლენან მასზე და ვითარგი იწრო არს მჭედა საჭიროელ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი პოვებენ მას. სირთულეებისაკენ მოგვიწოდებს უფალი. რომ სირთულეები გვიყვარდეს ცხოვრებაში. აი მახსენდება მამა პაისი რა, მამა პაისი. ერთი ისეთი დარიგება აქვს რა, რომ ყვება. ესაუბრება დედებს ტრადიციულად და ესეთ რამეს უყვება რა, რომ აი ჩემი კელიაო, ბევრჯერ შემოთავაზესო, რომ რა გამერემონტებინაო, ჩემი კელიაო, რაღაცო თანამედროვე ევროსტანდარტებით მომეწყოო და გამელამაზებინა და ასე შემდეგო რა და არ მინდაო, არანაირი კომფორტის საგანი მე ჩემს კელიაში არ მაქვს. უფრო მეცაც გეტყვითო რა. ამბობს რომ აი ხის აშენებული კელია ქონდა და ჟესტით ქონდა დალურსმული რა. ხო და სადაც ქარი შემოდიოდა იმ ადგილებში ზოგან ნაპრალები იყო, ზოგან ჭიამ შეჭამო, ზოგან ისე ჩვრებით ამოლტენეო. გესმის ანი არანაირი გამოთმობელი არანაირი არ ქონდა კელიაში. სინათლე და არიქა და პროჟექტორი და ჭაღი არ ქონდა დაკიდული. აი მაქსიმალურად უბრალოდ ცხოვრობდა და მაქსიმალურად ავიწროვებდა საკუთარ თავს, საკუთარ ხორცს, სხეულს, არაძლევდა ფუფუნების საშუალებას. მას უნდოდა რომ შრომით მოეპოვებინა. იოლად მოპოვებული არ უნდოდა. ესე უნდა ვიყოთ ჩვენც შემოკარგებული. ნუ გენდომება რომ რაღაცა ლანგრით მოგვართოს ვიღაცამ რაღაცა.
შრომით უნდა მოვიპოვდო, ვიწრო ბჭიდან შედითო, ვიწრო კარიდან შედითო. ის ფართო კარი, რომელსაც ესეთი დიდი რეკლამა აქვს გაკეთებული და ჭყვიალებს და ლამაზად ჩანსო, წარსაწმენდელისაკენ წარგიძღვებათო. და ნუ მოინდომებთო მასო. აი ეს ვიწრო კარები გერჩივნოთო. ცოტა შენს დაიკელი, წონაში და გაეტევი მე იმ ვიწრო კარებში რა, მოიკელი რაღაცა ცხოვრებაში. ის ხორციელი სიამე მოიკელი, იმ აღმარცეს კარგად ახვალ მე უკვე. ხო? იმიტომ რომ რთულია, გზაც რთულია იმ ვიწრო კარებამდე მისასვლელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ღირს, ყველაფრად ღირს, აი ვიწრო კარში შესვლა. ის გზაც ღირს, ის აღმართიც ღირს, ის ეკლებიც ღირს, ის დაბრკოლებებიც ყველაფერი ღირს. რაც კი გზაზე დაგვხდება ამ ვიწრო კარისაკენ მიმავალ გზაზე, იმიტომ რომ იმ ვიწრო კარის იქით უკვე მარადიული ნეტარებაა და მარადიული ყოფობა უკვე შემოქმედა. ამიტომ უნდა გერჩინოს. ერთი ესეთი მაგალითი მახსენდება კიდე პატრიკიდან, რომ ერთ ბერს ჰქონდა მორჩილება წყლის მოტანისა. და ჭაა იყო ცოტა მოშორებით მონასტრიდან. და მიდიოდა ხოლმე ორი ვედროთი და მოქონდა წყალი. და მე ერთჩვენიერ დღესაც დაფიქრდა რა. ეშმაკმა მოუტანა აზრი. ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ რატო ეშმაკმა ეს ხო რაღაცა პრაქტიკული მოსაზრებაა, მაგრამ გეტყვით მე თქვენ რომ ნამდვილად ეშმაკისაგან იყო ეს. რომ კაცო იმ სიშორეზე რომ დაადიხარო კილომეტრებიდან მოქონდა წყალი. მიდი რა აქვე ამოთხარე ჭაო რა, იქნება აქვე არისო წყალიო რა. იპოვი აქვე წყალს და აქედანვე მიიზრდა ხოლმე რა. ამ ფიქრებში არის და მიდის წყალზე წყლის მოსატანად და უცებ უკნიდან ნაბიჯების ხმა შემოესმა რა. მოტრიალდა და ვიღაცა თეთრებში ჩასმული ჭაბუკი მისდევს. ხა მიხვდა რომ ანგელოზია. ხო და შეცბა და უთხრა რომ რას აკეთებო? რას ვაკეთებო და ნაბიჯებს გითვლიო? თუ დაადიხარო. და მე მიხვდა ის რომ ეს მისი ნაბიჯები და ეს მისი შრომა ღვაწლად ეთვლებოდა მას ღვთის წინაშე. და იმის შემდეგ სიხარული დადიოდა იმ წყლის მოსატანად რა, იმიტომ რომ გაიაზრა უცებ მან რომ ანუ უცებ იმასაც მიხვდა რომ რა კი მე ეს მორჩილება დამაკისრეს. ესე იგი სხვაში ჯერ არაფერში არ ვარგივარ. რაღაცით ღმერთმა ხო უნდა მაცხონოს. რაღაცაში ხო უნდა ჩავდო მე ჩემი ღვაწლი. და მიხვდა უცებ დაამდაბლდა. უცებ მიხვდა ყველაფერს რომ კი არ უნდა გაიმარტივოს ცხოვრება. ხორციელი თვალსაზრისით. პირიქით. გაერთული ღვაწლი შეიყვარე, შრომა შეიყვარე. თუ გინდა რომ მადლი მიიღო, მადლი სხვანაირად არ მიიღება, დამიჯერეთ რა. მენდეთ გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე, ზუსტად ვიცი რასაც გეუბნები. ძალიან დიდი შრომის გარეშე, ძალიან დიდი ღვაწლის გარეშე წარმოუდგენელია რომ მადლი მიიღო. შეუძლებელია. ეკრძალენით სულ წინასწარმეტყველთაგან, რომლნი მოვიდოდიან თქვენ და სამოსლთა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ გელ მტაცებელ. ესეთ ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგენი, ნუ უკვე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ ყუროს თავთაგან ლეღვი. ესეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ხელეწიფების ხესა კეთილსა, ნაყოფისა ხენეშისა გამოღება და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად. სულ წინასწარმეტყველებს ეკრძალეთ, რომლებიცო ცხვრის ქურგში არიანო გახუულები, მაგრამ შინაგანად მტაცებელი მგლები არიანო. ხილად იყავითო, მაგრამ ეხა უყურე ეკრძალეს კი გეუბნე, ეკრძალი ანუ ერიდე, მოერიდე ესეთ ადამიანებს, იმიტომ რომ შეიძლება დაზარავდე. იმიტომ რომ შეიძლება გეგონოს კეთილი მწყემსი და აღმოჩნდეს მტაცებელი მგელი, რომელმაც შეიძლება შთანთქას, შეგჭამოს. რას გეუბნეო, უყურე? ეკრძალე კი, კაია, და ადვილი სათქმელია, მაგრამ როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოერიდო? ნაყოფთა მათთაგან იცანითო იგინია. ანუ ნაყოფს უნდა დაუკვირდე მისი ცხოვრების, მისი ქმედების. ხე ნაყოფით შეიცანიო, უფალი გვეუბნება. შეუძლებელია რომ ხემან ხენეშმანო ნაყოფი კეთილი გამოიღოსო. არც კეთილი ხე ხენეშ ნაყოფს არ გამოიღებსო.
ანუ აი მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ მოდი ახლა ვთქვათ, ხო შეიძლება ესეც მოგვეჩვენოს. ხო შეიძლება ახაც შევცდეთ გვეგონოს, რომ ვიღაცას ნაყოფი კეთილი აქვს, იმიტომ რომ ეშმაკი ძალიან მზაკარია და ძალიან დახვეწილი მეთოდებით მოქმედებს და ძალიან კარგად ფუთავს სიყალბეს და ბოროტებას. აი, სწორედ ამისათვის ჭირდება ჩვენ სულიერი მოძღვარი ცხოვრებაში. ძალიან ბევრს უკითხი ახლა ჩემთვის, რომ აი რა აუცილებელია მოძღვრის ყოლა. ხო შეიძლება ისეია რომ ეკლესიაში თუნდაც აღსარებას არ უნდა ეზიარებოდი, მაგრამ ხო რა აუცილებელია რომ ვიღაცის მორჩილებაში იყო, ვიღაცას მოძღვარი ერქვა შენი მაინცსა და მაინც. აუცილებელია. ესე ჩემ წარე გამოცდილებით ვიცი. იმიტომ რომ ესე რო არ ხარ, შენში სიმდაბლე არ არის. ესე იგი შენს თავზე უფრო მაღალი ავტორიტეტი არავინ არ გონია. როგორ შედავლოცილო, შენზე ჭკვიანი ხალხი გამოილია, შენზე გამოცდილი ხალხი გამოილია და მიენდე მას, რატო გონია რომ არ შეცდები? რატო გონია რომ ეშმაკზე ძლიერი ხარ და იმის ანკეს არ წამოეგები ერთ ჩვენიერ დღეს? აი დღესაც სწორედ ერთ ჩვენს მეგობართან საუბრობდით ზუსტად რა ეკლესიაში რა რომ რამდენად მნიშვნელოვანია და აუცილებელია ყალბის გამოცდილი სულიერი მოძღვარი. რომელსაც მიენდობი, აქ შენ უკვე თანამდებობას სწავლობ, მორჩილებას სწავლობ. და შენთვის ეს ძალიან კარგია. და ამასთან ერთად ხარ დაზღვეული კატასტროფებისაგან, სიკვდილისაგან, დაცემისაგან. შეიძლება დაეცე, მაგრამ მოძღვარი წამოგაყენებს. ანუ ეს არის შენი უფასო დაზღვევა. ყველანაირი უბედურებისაგან, როდესაც გეგულება ადამიანი, რომელსაც ენდობი, რომელსაც შენ უკვდავ სულს ყველაზე ძვირფას რაც გაბადია ამ ქვეყანაზე აბარე და ხარ მშვიდად და წყნარად, რომ იცი რომ რასაც გირჩევს, შენ სასიკეთოდ გირჩევს და შენთვის არის ის კარგი. და შეიძლება შენ რაღაცა მოგეჩვენოს ცხოვრების ნების რაღაც გარკვეულ ეტაპზე და გეგონოს შენთვის კარგი, მაგრამ ის არ აღმოჩნდეს სინამდვილეში კარგი. და ეს რომ ზუსტად შეაფასო და რომ განსაზღვრო, რომ იმ ხის კეთილი ის ნაყოფი კონკრეტულ შემთხვევაში კეთილია თუ ბოროტი, აი ამისთვის გჭირდება ზუსტად მოძღვარი რა. იმიტომ რომ დამიჯერე ძალიან ხშირად არის ესეთი სიტუაცია, როდესაც ჩვენ უკვე ჭოჭმადობ რა, იმდენად გავს ერთმანეთს რა, ის იფქლი და ღვარძლი ყვავილობის პერიოდში. რომ ურთულესია გაარჩიო იქ თუ ძალიან დიდი სულიერი გამოცდილება არ აქვს უკვე. და შეიძლება იფქლის მაგივრად ღვარძლი შეგრჩეს ხელში. და ხელში რო შეგრჩება ეს კიდე არ არის ამ ბოროტების დასასრულის მერე სულიერად გაზიანებს და უკვდავებას გტაცებს შენ. საათი რომელი ხوار გადავაჭარბეთ ჩვენს რეგლამენტს. ჯერ არ დაწუთი დაგჭირ. ძალიან კარგი. ყოველმან ხემან, რომელმან არ აყოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედოს. ანუ ეხლა ეს უკვე იმ სულწინასწარმეტყველებს ეხება, გესმით? იმ ცრუ მოძღვრებს ეხება. ჯერ ხო ჩვენ მოგვიწოდა უფალმა რომ თხილად იყავითო და მოერიდეთო მათო, ეკრძალეთო ესეთ ადამიანებს, რომლებიც შინაგანად ტაცებელი მგლები არიანო და გარეგნულად ჩანანო მხოლოდ კეთილი მწყემსებიო. და არა მხოლოდ მწყემსებზე აქვს ლაპარაკი, რა ზოგადად ადამიანებზეა საუბარი რა, მაგრამ განსაკუთრებით მწყემსებზე. და ეხლა უკვე უფალი გვეუბნება რა, განაჩენს გვეუბნება იმათზე. ანუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი, რომ ხედავთ როგორი მკაცრი განაჩენია. ყოველმან ხემან, რომელმან არ აყოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედოს. ანუ პირველ რიგში ისინი გულისხმებიან და მეორე უკვე ჩვენ სიფრთხილე უნდა ვისწავლოთ. ანუ თითოეული ჩვენთაგანი უფლის მიერ დანერგილი ნერგი ვართ. უფლის მიერ დანერგილი ხე ვართ და თითოეული ჩვენთაგანს მოგვეთხოვება კეთილი ნაყოფის გამოღება. და თუკი ჩვენ კეთილი ნაყოფი არ გამოგვაქვს, აი ამ სასჯელის ღირსი გავხდებით რა. იცით რატო? იმიტომ რომ ყველაფერი გაგვაჩნია ღვთისაგან ბოძებული იმისათვის, რომ კეთილი ნაყოფი გამოვიღოთ. ჩვენ თავს ვერ გავიმართოთ ღვთის წინაშე, ვერაფერს ვერ ეტყვი ღმერთს.
ღმერთმა ყველაფერი მოგცა, გონიერება მოგცა, თავისუფალება მოგცა, ჯანმრთელობა მოგცა, მაგალითი მოგცა. გამოგისყიდა შენი გულისათვის სისხლი დაღვარა, ვითი უნდა გაიმართლო ქრისტიანში თავი? როდესაც ბოროტია შენი ნაყოფი ცხოვრებისა, რითი გაიმართლებ თავს? ვერ გაიმართლებ. და მოეკვეთებიო, უფალი გეუნევა და ცეცხლში დაედვებიო. მე მგონი ცოტა უნდა შეგვეშინდეს ამისი, ხო? და ცოტა გამომფხიზლდეთ, შიშის გამო მაინც გამომფხიზლდეთ თავიდან და მერე შიში დროთა განმავლობაში შეიქმს იმ სიყვარულს, როდესაც უკვე ჩვევაში გაგვიჯდება სათნოების კეთება. მაგრამ თავიდან შიშით იწყება რა. სოლომონი იტყვის, რომ დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაო. ნაყოფთა სამი მათთაგან იცნეთ იგინი, ანუ იმეორებს კიდევ ერთხელ რა, რომ ნაყოფით შეიცანეთო. არა ყოველმან, რომელმან რქვას მე უფალო და შევიდეს იგი სასუფეველსაც 1000-ა. არამედ რომელმა ყოს ნება იმ მამისა ჩემისა ზეცათასა. ყველა ვინც მე მაღიარებსო უფალი ამბობს და ვინც მე უფალს მიწოდებს, ვერ გახდება სასუფეველის ღირსი. არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვინც აღასრულებს ჩემი მამის ნებასო. მიაქციეთ ყურადღება, უმნიშვნელოვანესი სწავლებაა ჩვენთვის, ხო? ჩვენთვის, ქრისტიანი ეკლესიური ადამიანებისათვის. იმიტომ რომ ჩვენ აი ესე გონია ხშირად ძალიან რა, რომ მარტო იმით რომ ეკლესიაში დავდივართ, სიმბოლურად მოძღვარიც ყავს, სიმბოლურად აღსარებასაც ვამბობთ, კიდევაც ვეზიარებით, წირვალოცებს ვცდილობთ რომ არ გავასწინოთ, ეს უკვე საკმარისია ჩვენი ცხოვრებისა და გადარჩენისათვის, მაგრამ უყურე, როგორ ამახვილებს ყურადღებას უფალი? ყოველმან, რომელმან რქვას მე უფალო, არა შევიდეს სასუფეველსაც 1000-აო. არამედ რომელმა ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა. ანუ საქმით დასაბუთებას ითხოვს უფალი შენი სიყვარულისას. შენი რწმენისას, რომელმა ყოს, ანუ განამხოლოდ თქვას და პირიდან ამოუშვას, არა. აი რომელიც განახორციელებს სწორქმედებას, რომლის მოქმედებაც იქნება შეთანხმებული მის და შესაბამისი მისი რწმენისა და მისი სიტყვისა და მისი აღიარებისა. აი ის დაიმკვიდრებს მხოლოდ და მხოლოდ სასუფეველსო. თორე ხა დღეს აი მოდი მაშინ ესე ვთქვათ რა, რომ დღეს ცივილიზებული მსოფლიოს და მოდი გავამახვილოთ ყურადღება ქრისტიანულ მსოფლიოზე, ხო? ქრისტიანული მსოფლიოს უმრავლესობა ღმერთს აღიარებს. ამერიკელებს დოლარზეც უწერიათ, რომ ჩვენ ღმერთის გჯერავ. მაგრამ ეხლა თქვენ როგორ გონიათ? ყველას რწმენა შეიწყნარებს უფალი? ეშმაკ მაიცით რომ ყველაზე უკეთესად იცით რომ ღმერთი არსებობს? ჩვენზე მაგარი მორწმუნე, აი ვინც კი დედამიწაზე ადამიანს უარსებია და არსებობს და იარსებებს, აი ყველაზე ერთად აღებულზე მაგარი მორწმუნე არის ეშმაკი. მაგრამ რა შველის ეს მას? რატო არ შველის, იცით? იმიტომ ზუსტად რასაც უფალი ამბობს, რომ მისი საქმე ამ რწმენის შესაბამისი არ არის. პირიქით ის ამ ღმერთს ემტერება, მე კი წამს, კი იცის რომ არსებობს, მაგრამ მტერია მისი. ზულს მას ღმერთი. იმიტომ რომ სიწმინდე ზულს, იმიტომ რომ ამ პარტავანი სულია და იმიტომ რომ სინანული არ გააჩნია მას. და ჩვენს ნუმიუმს გავსებით ხალხო მათ. ნუმიუმს გავსებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამიტომ ამბობს უფალი რომ სასუფეველს დაიმკვიდრებს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვინც თავისი ცხოვრების წესით დაასაბუთებს თავის რწმენას და თავისი უფლის აღიარებას, მხოლოდ და მხოლოდ. და არა ყველა მაღიარებელი. საქმით გამამტკიცებელი დაიმკვიდრებს სასუფეველს მხოლოდ და მხოლოდ. მრავალთამ რქვიან მე მას დღეს აშინა, რომელ დღეს აშინა? როდესაც წარმომა მოგვიწევს ღვთისმსენაში. და გლობალური გაგებით და უფრო ფართო გაგებით იგულისხმება საყოველთაო განკითხვის დღე. როდესაც დიდები დაბრუნდება, უფალი უკვე პასუხის მოსათხოვად სამყაროსათვის, რომლისთვისაც მან საკუთარი უბიწურ სისხლი დაღვარა. აბა როგორ გადამიხადეთ მადლიერება, შემოქმედს, რა გააკეთეთ თქვენ? აი მას დღეს აშინაო, მრავალი მეტყვისო მეო. უფალო, არა სახელითა შენი თავ წინასწარმეტყველებდით,
და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ქმენით. ვის აუცრება? ხედავთ როგორ ადამიანებზე ლაპარაკობს? რომ შეიძლება ეშმაკების განსხმის უნარიც კი გქონდეს. წინასწარმეტყველების უნარიც კი გქონდეს. მას ჟამსა შინა რქვა მათ. უყურე რას ვეტყვიო მათო? არა გიცნით თქვენ. არ გიცნობთ თქვენ ვინ ახართო. განმეშორენი ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშულებისა. ძალიან საშიში განაჩენია. უყურეთ მე გავაგზავნოთ. ყოველმა რომელმან ისმინეს სიტყვანი ესე ჩემნი და ხუნეს იგინი. ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა რომელმან აღაშენა სახლი თვისი კლდესა ზედა. ანუ კიდევ ერთხელ გეუბნებთ. უფალი ამახვილებს ყურადღებას ჩვენ შინაგან ცხოვრებაზე, ჩვენ სულზე. ჩვენი სული შენდება თუ არ შენდება. აქვს კი საფუძვლად დადებული ჩვენ სულს ის კლდე სიმდაბლისა, უბრალოებისა, ცოდვათა განსისა და სინანულისა, რომელზეც მე უკვე ქრისტიანის სულის შენობა შენდება. არის კი ესე მომართული ეს ადამიანი? თუ მხოლოდ პირით მაღიარებელია და თავს იწონებს ზოლი ათმისეული ფარისეულებივი თავისი ვითომდაც რწმენი და ვითომდაც რწმენის მიერი ცხოვრება. ეს ყველაფერი ყალბი იქნება თუ მას მისი შინაგანი ცხოვრება არ ეთანხმება. ამიტომაც არის რომ ამახვილებს ყურადღებას უფალი განამხოლოდ იმათზე ვინც ისმენს მის სიტყვას, არამედ რომელმან ისმინოსო და ყოსო. ანუ რასაც ისმერე შენი ცხოვრების წესად უნდა აქციო. და ესეთ შემთხვევაში შეგიწნარებს უფალი და აქებს ესეთ ადამიანს უფალი და ადარებს კაცს, რომელმაც კლდეზე დააფუძნა თავისი სახლი. და გარდა მოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი, ეკვეთეს სახლს ამას და არა დაეცა, რამე თუ დაფუძნებული იყო კლდესა ზედავ. ხედავ? რა თქმა უნდა ეს ალეგორიაა, ხო? აქ არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით. ქარი, წყალდიდობა, წვიმა ადამიანის სულის შენობაზეა ლაპარაკი, ჩემო ძვირფასებო, რომელსაც მრავალი წყალდიდობა, მრავალი მიწისძვრა, მრავალი ქარიშხალი ემუქრება, ოღონდ სულიერი გაგებით. ეშმაკისაგან მოწევნილი და მისივე საკუთარი ვნებებისაგან მოწევნილი. და ამას ყველაფერს რომ წინ აღვდგე და გაუმკლავდე, აუცილებელი აი საფუძველი. და მე უკვე განხორციელება იმ ღვთისმცნებისა და შენი ცხოვრების წესად ქცევა იმ ყველაფრისა. თორე ისე მხოლოდ ინფორმაცია თუ მოისმინე, ხო, ეს არ გარგებს, ვერ გაცხონებს შენ ეს. იმიტომ რომ ის გვერდზე ჩაგივლის ის შენი ცოდნა და ის შენი ინფორმაცია და შენი სული აბსოლუტურად სხვა დარჩება და დარჩება ისეთი გაუცხოებული ღვთისაგან, როგორიც მანამდე იყო და უფრო მეტად მოიტყუებ თავს მერე. იმიტომ რომ გეგონება რომ ეს ხო იცი ის საკითხული გაქვს, მოსმენილი გაქვს. ესე იგი სასუფეველის ბილეთი კიდევ ჭიბეში, მაგრამ ესე არ არის. იმიტომ რომ ძალიან ადვილია ამ დროს რომ მოვტყუბრეთ. და ყოველმან რომელმან ისმინეს სიტყვანი ესე ჩემნი და არ ახვნეს იგინი. ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, ცოფი იგულისხმება უგუნური, სულელი. რომელმან აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა. და გარდა მოხდა წვიმა, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკვეთეს სახლს ამას და დაეცა. და იყო დაცემა იგი მისა დიდ ფრიად, ესეც მნიშვნელოვანია რა. რატო ამბობს უფალი რომ დიდიაო ესეთი ადამიანის დაცემა? უყურეთ მიაქციეთ ყურა, აქ როგორ ხალხს ეცი ლაპარაკი? მორწმუნეებზეა ლაპარაკი, ქრისტიანებზეა ლაპარაკი. თორე ახლა ვისაც ქრისტეს შესახებ და ღმერთის შესახებ არაფერი სმენია, ახლა მათი დაცემა არ არის ისეთი დიდი, ისინი ისედაც დაცემულ მდგომარეობაში არიან. მათი ცხოვრების წესია დაცემულობა, დაცემულ მდგომარეობა, მათზე არ ამბობს უფალი. ანუ აქ ისეთ ადამიანებზე საუბრობს, რომელთაც შემეცნებული აქვს უფალი.
ჩვენი გაგებით რო თქვა დადიან ეკლესიაში ყავთ მოძღვარი აღსარებას ამობენ ზიარებიან მაგრამ უყურე ზუსტად იმის გამო რომ ის საფუძველი არ აქვს სწორი ქვიშაზე დაშენებული ქვიშა რა ქვიშა არის ზუსტად ის სიცრუე და სიყალბე რომელიც ადამიანის სულში საკუთარი თავის მოტყუება ცდარი მდგომარეობა ხიბლი მარტივად რო თქვა და ასკეტურად როდესაც ადამიანი არარეალურად აფასებს თავის სულიერ მდგომარეობას რომ სინამდვილეში არის ნული და თავი გონია უკვე ღმერთის თანასწორი სულიერად რა თქმა უნდა და ქვიშაზე აშენებს ესეთი ადამიანი რატო გონია ეცე ღმერთის თანასწორი თავი იმიტომ რომ ამპარტავანია ბრმა არის საკუთარ სულიერ მდგომარეობას თავის ოდოს ვერ განიცდის ვერ განიცდის იმიტომ რომ სიმდაბლე არ არის მაშინ და ესეთი ადამიანი აშენებს ამ თავისი სულის შენობას აშენებს მაგრამ ერთჩვენია დღეს და ეშმაკიც ეხმარება მას ამ შენებლობაში ეს მნიშვნელოვანია ძალიან გაითვალისწინეთ ხელს კი არ უშლის ეხმარება რომ ბევრი წიგნი წაიკითხოს წმინდა მამების სახარება შეისწავლოს ოღონდ ეს ყველაფერი ისე მოხდეს რომ მხოლოდ თეორიად დარჩეს მის ცხოვრებაში და მისი ცხოვრების წესად არ იქცეს მის გულში არ გაიაროს ამ ყველაფერმა მის გამოცდილებად არ იქცეს ეს ყველაფერი აი ამას ცდილობს ეშმაკი და ეხმარება ამ ყველაფერში და მე ერთჩვენიერ დღეს გამოაცლის მთლიანად საფუძველს და აღმოჩნდება რომ თურმე ის რაღაცა მრავალსართულიანი შენობა რომელიც მას აუშენებია აბსოლუტურად უსაფუძვლო ყოფილა უსაძირკვლო ყოფილა და იმიტომ ამბობს უფალი რომ იყოს დაცემა მისი დიდო ანუ ისეთი ადამიანი მე იმდენად ეცემა უცებ დაანახებს ეშმაკი თავის რეალურ მდგომარეობას თავის უსუსურობას თავის არარაობას და იცით რა ემართება ამ პარტავან ადამიანს რომელიც თავის არარაობას გააცნობიერებს ერთჩვენიერ დღეს აბა გამოიცანეთ რა ემართება სასოწარკვეთილებაში ვარდება და იკლავს თავს აი ეს უნდა ზუსტად ეშმაკს იმიტომაც გეხმარება იმ შენებლობაში შენ სიკეთე კი არა მე უნდა რომ გამოგაცავოს ყველაფერი რა უცებ და ერთბაშად გამანადგურებელი დარტყმა მოგაყენოს და ამიტომაც რო არ იყოს ეს ჩვენი დაცემა ესეთი მტკივნეული და ესეთი ცუდი გვაფრთხილებს უფალი რომ თავიდანვე სწორი საფუძველი დაუდე სიმდაბლის და სინამდვილის საფუძველი დაუდე და შენ ცხოვრებაში განახორციელია ღვთისმცნებები და ესეთ შემთხვევაში ბოროტი ვერ მოგერევა ვერანაირი კვეთებით და ვერანაირი წელობით დაიყო რაჟამს დაასრულა იესოს სიტყვანი ესე განუკვირდებოდა ერთსა მას მოძღვრება იგი მისი რამე თუ იყო სწავლა იგი მისი მათთა მიმართ ვითარცა იგივის ხელმწიფებაი აქო და არავით არ იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეური ნახეთ დაასრულაო ამას უკვე ჩვენ მოციქული გვეუბნება დაასრულა უფალმაო თავისი ქადაგებაო და ყველას უკვირდა მისი ქადაგებაო და რატო უკვირდა მიაქციეთ ყურადღებას სწორედ იმიტომ რაც ახლა გველაპარაკებოდა უფალი და რისკენაც მოგვიწოდებდა რომ მისი სიტყვაო ფარისევლების და მწიგნობრების სიტყვას კი არ გავდაო არამედ მისი სიტყვებიდან ძალა იგრძნობოდაო და მადლიო იცით რატო იგრძნობოდა იმიტომ რომ თავისას ლაპარაკობდა მისი გამოცდილებიდან ლაპარაკობდა მისი სულიდან ლაპარაკობდა იმიტომ იგრძნობოდა ძალა და მადლი რომ შიგნიდან მოდიოდა მისგან მოდიოდა ეს ყველაფერი და არა სადღაც ყურმოკრილს და წაკითხულს კი არ ამბობდა და აი მეც მქონდა ზუსტად ეგეთი რაღაც პერიოდი ცხოვრებაში აი იმ პერიოდში ზუსტად როცა გეუბნეოდით რომ სემინარიაში რომ ჩავაბარე და ძალიან ბევრს კითხულობდი მაშინ და თან ლიტერატურა იმ დროს როცა მე ჩავაბარე არ იყო ესეთი ხელმისაწვდომი დღეს რო ყველაფერი არის რა არც ინტერნეტი იყო იმ დროს და არაფერი აბსოლუტურად რა და რაღაცა წინს გავიგებდით რომ ვიღაცამ შემოიტანა და მე იმას აქსერუქსებდი და ვკინძავდი და ვიყავით და ძალიან ბევრს კითხულობდით რა და ვცდილობდი რომ სულ რაღაცა ვიღაცებისთვის მექადაგა და ვხედავდი რომ რა ფუხი იყო ეს ჩემი სიტყვა იმიტომ რომ ადამიანის გულამდე ვერ მივდიოდი მიკვირდა მეთქი რატო და მე გვიან გავაცნობიერე ეს დღევანდელი გადმოსახედი ნოხდები მე ამ ყველაფერს იმიტომ რომ ეს ჩემი არის
ჩემში აი ამ ხელაფერს ვიც არ ქონდა, იმ ყველაფერს რაც ვლაპარაკობდი. ეს იყო ივანე ოქროპირის გამოცდილება, ეგნატე ბრიანჩანინოვის გამოცდილება, ბასილი დიდის გამოცდილება, რასაც მე ხადაგებდი და ვამბობდი. მათი იყო ეს, მათი. ჩემი არ იყო აბსოლუტურად. და მე უკვე როდესაც დიდით კივილების ფასად ჩემში სიმდაბლე შემოვიდა, მე ვისწავლე გაჩუმება. და ვისწავლე მოსმენა. და ვეცადე უკვე და დავიწყე იქითკენ სწრაფვა, რომ ჩემს ცხოვრების წესად მეცია რაც გითხარით, რა ის ყველაფერი რა და მხოლოდ და მხოლოდ ის ამომეშვა პირიდან, რაშიც უკვე დარწმუნებული ვიქნებოდი და რაც უკვე ჩემი გამოცდილების პრიზმაში იქნებოდა გამოვლილი და გატარებული. აი ამიტომაც არის რომ უკვირდათ უფლის ქადაგება. იმიტომ რომ ისე ქადაგებდაო ვითარცავის ხელმწიფება იაკუნო. ანუ ვისაც აი ძალაუფლების მქონესავით ქადაგებდაო. ანუ მის სიტყვას ხორცი ჰქონდა. ძალა მოყვებოდა მის სიტყვას და გულამდე მიღწევის უნარი და ძალა გააჩნდა. ამით დასრულდა მეშვიდე თავი, მადლობა ღმერთს რომ მოვასწარით, ჩავეტი ჩვენ 1 საათში, იმიტომ რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ და ნუ შეიძლება ცოტა 5 წუთი გადავაჭაბრეთ, მაგრამ ეგ არაფერი. და შემდეგ სამშაბათს განვიხილავთ მერვე თავს. ლექციის დრო ის 1 საათიანი დასრულებულია, თუ რომელიმე თქვენთაგანს რაიმე შეკითხვა აქვს, რაღაცა აინტერესებს, კი ბატონო, დარჩით, მე აქ ვარ ჯერჯერობით, თუ არა და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი თქვენ შეგეწევათ, თქვენ წაგადგებათ და თქვენთვის არის საჭირო და ნუ მოაკლდებით ამ სახარების შესწავლას და გაცნობას. გაიხარეთ, კი ნათი, როგორ შეიძლება.